მოგესალმებით, მეგობრებო, ერთმა მშვიდობა მოგცეს და კარგად ყოფნა მოგცეს. ერთი ვიდეოს გაჩვენოთ და მაინტერესებს მე ჩემი სათქმელი მაქვს და მეც მაინტერესებს ზოგადად შეხედულება აი ყოველივე ესეთი ფაქტების მიმართ. უცებ ვიტყვი, ბოლომდე არ ვაჩვენებ ამ ვიდეოს, სამწუთიანი არის, მაგრამ შინაარს ყველა კარგად მოხდებით. სავარაუდოდ გუდაურში გადაღებული ვიდეო არის ამ ნაპურიანში. და ქართველი აძლევს რუსის შენიშვნას თუ რატო უკეთია დროშა ხარზე. Happy to have this Russia written on you. Нам это неприятно, что ты носил русскую куртку, чтобы ты знал. С завтрашнего дня можешь исправить, хорошо? Просто убивают очень много людей русские в нашей стране. И в царские времена, и советские. Слушай, ты сам не похож на русского. Ты откуда? Вот Осетию тоже оккупировала Россия, понимаешь? И мы смотрим на них как на врагов. Но никого не трогаем, ни тебя, ни других русских. Они могут здесь гулять, но не надо вот эту вот символику носить у нас, да? Нам в глаза тыкать эти, потому что очень много крови пролилось. И в царские времена, и в советские, и в 90-е, и в 2008, и пару лет назад тоже убили русские солдаты. И ты русскую символику не носи здесь, хорошо? Это фашистская для нас. Что? Постарайся приобрести, и ты знаешь, что каждый раз, когда будем это видеть, будем говорить «fuck Russia». Вот это ты знаешь. Если тебе это приятно, тогда ходи с этим. Это кровавая страна. Слушай, я тебе уже сказал, ты мне ничего не говори, понял? А я тебе сказал, и ты это услышь. Завтра я буду смотреть, может тебя еще встречу. И уже по-другому поговорю с тобой, понял? Вот посмотришь. Запомни это. А это вот как раз будет у меня это для своей безопасности. Зачем объяснять? Понял? Слушай, ты меня трогаешь своей символикой фашистской. Это российская символика, здесь не надо ее носить, понял? კარგით, გასაგებია, ბოლომდე აღარ ვაჩვენებ, მოკლედ ამ ვიდეოში მე ეხება უკრაინას, თქვენ უკრაინასთან ომი დაიწყეთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება მე ამ ბიჭის პოზიციას ვიზიარებ, რომ ოკუპანტი არის რუსეთი ნამდვილად, მაგას ვერსად ვერ დამალავს ვერც ერთი ადამიანი საქართველოში, რაც არ უნდა რუსეთის მიმართ ლოიალური იყოს და მე არ ვარ ლოიალური პიროვნება რუსეთის მიმართ, მაგრამ ვემხრობი გარკვეულ დიპლომატიურ ურთიერთობას, იმიტომ რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია მეზობლებთან და სხვადასხვა ჩვენს ირგვლივ ვინებიც ცხოვრობენ ნორმალური დიპლომატიის ურთიერთობა რა, ნორმალური ურთიერთობა დიპლომატიურად და დღემდე საქართველოს ეკონომიკურ ვაჭრობაში არის რუსეთთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზოგადად მაგიზიანებს ერთი რამ, აი ხლა ამ ადამიანს რო კითხოთ მაგალითად, აი სამხრივი სამართალი, რომელიც არის ძალიან ჩემთვის გამაღიზიანებელი და პრობლემა. რატო არ შეიძლება ანალოგიური ლაპარაკი თუნდაც ვიღაცა თუ ჩამოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დროშით, ვიღაცა თუ ჩამოვა საქართველოში პირობითად რომელიმე ევროკავშირის მოდი ესე ვთქვათ, საერთო სიმბოლიკით დროშით ევროკავშირის ქვეყნის გაერთიანებული ევროკავშირის დროშით მთლიანად. ვინმე თუ ჩამოვა საქართველოში თურქეთის დროშით, ვინმე თუ ჩამოვა საქართველოში აზერბაიჯანის დროშით და ასე შემდეგ. და რატო ვიძახი ამ ყველაფერს რა? სხვადასხვა ქვეყნების დროშით. იმიტომ რომ მაგალითად, მოდით კარგად გავიხსენოთ ჩვენ საქართველოში არანაკლები დამართა კი ევროკავშირმა და ევროკავშირის გაერთიანებამ თავისივე გაერთიანებული ქვეყნებით ცალცალკეულმა დირექტივებმა საქართველოში თუ როგორ მიაღებინეს ძალდატანებით თუ ნებით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონი მოდი ძალდატანებას ამოშლი, იმიტომ რომ თოფი არავის არ დაუდრია საქართველოს სახელმწიფოსთვის და აქაური პარლამენტარებისთვის ეს მიიღეს შეთავაზება იყო, რომ თქვენ თუ გინდათ ევროკავშირში გაწევრიანება, გარკვეული დირექტივები, რასაც ჩვენ გამოგიგზავნით, უნდა მიიღოთ, უნდა შეასრულოთ 12 პუნქტიანი გეგმა, რაღაცა თარატინა ქაღალდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ევროკავშირი და მათი გაერთიანებული ქვეყნები, რომლებიც საქართველოზე დირექტივებს ავრცელებდნენ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით დღეს, რომ საქართველოში თუნდაც ხდება ელემენტარული დემოგრაფიული კლება, იმიტომ რომ სწორედ და სწორედ როცა რამოდენიმე დღის წინ იყო პარლამენტში საუბარი ეგრეთ წოდებულ სოფლ ხედველობაზე, როდესაც საქართველოში ქართველებს და ახალგაზრდებში აღარ არის სოფლ ხედველობა, რომ ოჯახები შექმნან, სწორედ დიდი ლიბერალური პოლიტიკის გამომდინარე ხდება ეს ყოველივე, რაც ევროკავშირმა დაამონათა დღევანდელ საზოგადოებას საქართველოში 2000 წლიდან ზევით დაბადებულ ახალგაზრდობას და ახალთაობას, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი, რაღაც ესეთი ბრტყელი სიტყვებით, რომ ქალის უფლებები, ბავშვის უფლებები, რომელიც საერთოდ ფეხზე კიდიათ, პირდაპირ მნიშვნელობით, უბრალოდ ამ ყველაფერს იყენებდნენ, იმიტომ რომ საერთო ჯამში საქართველოში ეარსება ტრანსგენდერთა უფლებების და ეგრეთ წოდებული ეთნიკურ არა ეთნიკურ თავიდანობით უმცირესობაში მყოფ LGBT ხალხის უპირატესობაში წარმოჩენას და ეს ყოველივე ემსახურებოდა აი ეგრეთ წოდებულ ვითომ ქალის და ბავშვის და კატის და ძაღლის და რაღაცის უფლებები. კარგად უნდა გავიხსენოთ, როდესაც საქართველოში 5 ივნისი მოხდა და საქართველოში ქართველმა ერმა რო ამოიღო ხმა და არ ჩაატარებინა გეი პრაიდი, როგორ გამძირვანებულები და რავი გაჯოჯოხეთებულები იყვნენ თლიანად ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარკვეული თუნდაც საელჩოები და სხვადასხვა წარმომადგენლები, ამერიკის ელჩი, როგორ ესწრებოდა 5 ივნისის დროს დაკავებულ პირების სასამართლო პროცესებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორ მივიღეთ ჩვენ საქართველოში ყოველივე ის, რომ დღეს ეკლესია გამარგინალებული არის, მიწასთან გასწორებული არის, როგორ მივიღეთ ყოველივე ის, რომ საქართველოში ოდითგან, როდესაც ჩვენ კარგად გვახსოვს 2011-12 და 13 წლიდან ლიბერალური ავანგარდი რო იყო, მთელი რიგი სიუჟეტები იდგმებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა ქართველი ვაჟკაცი და მაგის მენტალობა არის რაღაცა ძველი, მოძველებული და უკვე სიგოიმე და ახალგაზრდებში რაღაც როგორ მუსირებდა ის აზრი, რომ თუ კი იტყოდი რაღაცა ქართულად თუ აზროვნებდა ადამიანი და ეროვნულს თუ კი ახსენებდი, იყავი მოძველებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ისეთი პიროვნება, რომელიც კომუნიზმთან გაკავშირებდნენ პირდაპირ. ეს კარგად გვახსოვს ჩვენ მე პირადად და ყველა სხვა ადამიანს, რომელიც მაშინ მაგ დროს მოესწრო და რა გაუკეთა მთლიანად გენოფონდი, როგორ შეცვალა ადამიანების ტვინები, როგორ გადააგვარა, საერთოდ ეროვნულის ნასახი აღარ დაუტოვა და ასე შემდეგ. ეს ევროკავშირის პრობლემები. რაც შეეხება ამერიკამ რა გააკეთა საქართველოსთვის, მოდი ვთქვათ, ISAF-ის მისიაში მიაღებინა ქართულ ხალხს მონაწილეობა, მოუწოდა იქითკენ, რომ თუ გინდათ ნატოს წევრები გახდეთ, თქვენ ჩვეულებრივად მისიებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩაახოცინეთ რამდენი ქართველი ადამიანი დაიხოცა უცხო ქვეყანაში, როდესაც ომის დროს, იქ და არავინ თქვას, რომ იქ ტერორისტები იყვნენ, სულ ტერორისტები ყოფილიყვნენ, შენის ტერორისტები შენთან შემხებლობაში არ იყვნენ, მაგრამ იმის ეგიდით, რომ თავისუფლების და დემოკრატიის და წინსვლის და განვითარების და ეკონომიური და საქართველოს მომავლისთვის ქართველი ჯარისკაცი და უვიზო მიმოსვლისთვის ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში უნდა მომკვდარიყო, დაღუპულიყო და მისი ცხედარი ცინკის კუბოთი უნდა ჩამოეტანათ და მოკლედ ესე და ესე. აი ეს ყველაფერი კარგად გავიხსენოთ და თუ არ არიან ეს ქვეყნები ფურთხის და შეგინების და ლანძღვის და საერთოდ იმის ღირსები, რომ საერთოდ მშვიდობით რატო უნდა იარონ ამ ქვეყანაში, მოდი ესეც კარგად გავაანალიზოთ. გავიხსენოთ
თურქებზე რატო არა გვაქვს ანალოგიური პრეტენზია, რომ ისინი არიან ჩვენი ისტორიული მტრები, თუ დაგვავიწყდა აჭარის ოკუპაცია თურქეთმა რომ მოახდინა და სხვათა შორის ბრიტანეთმაც ხელი შეუწყო ამ ყველაფერში. დაგვავიწყდა თუ კი დღეს აჭარაში რომ გავიაროთ და ერთი დღე რომ გავიღვიძოთ და დავიძინოთ, მეორე დღისით მოლის ხმა როგორ გააღვიძებს მთლიანად აჭარაში ქრისტიანულ და მუსლიმანურ ერს ერთ იმაზე დილის 9 საათი იქნება თუ 10 საათი და მთლიანად როგორ მიდის უკვე რელიგიური ანექსია აჭარაში. დაგვავიწყდა დღეს ჩვენ კი არაბები ეგრეთ წოდებული ინვესტორები როგორ ყიდულობენ საქართველოს და იმაშვრებიან ყოველი სისხლით მოპოვებული მიწა და ისტორიული მიწებზე როგორც არის წანისი და სხვადასხვა მიწები როგორ აშენებენ პენტჰაუსებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეტი ისტორიული მტერი, მეტი რა გინდა, ხო ადამიანო? მე ვიზიარებ თავშივე გედავსენ რომ რუსეთი მტერია, ოკუპანტია და რუსეთი არის ყველაზე დიდი მტერი საქართველოსთვის, რაც საქართველოს გაუკეთებია, რაც რუსეთს გაუკეთებია საქართველოსთვის, მაგრამ არა მხოლოდ მან როგორც რუსული აგრესია არის დანაშაული, ისევე საქართველოში რა ვიცი, არა კეთილსინდისიერი მთავრობები, რომლებიც აღიარებდნენ რომ პირდაპირ ჩვენ ვიწყებდით ხოლმე ომებსო და ასე შემდეგო და პოლიტიკოსების ბრალი რაც ხდება ჩვენსა და რუსეთს შორის ეს არის პიროვნებების ბრალი რომლებმაც დიპლომატიურ ურთიერთობას ყველანაირად ჩაწყვიტეს საქართველო და რუსეთი და საერთოდ დღევანდელი სიტუაცია რაც არის. მოდი მეგობარო, სანამ ჩვენ რუსებზე და იმებზე გადავალთ, კიდე სხვა ქვეყნებზე და მათ პრობლემებზე თუ ვინ რა დაგვიშავა, ჯერ მოდი იმაზე ვისაუბროთ, ჩვენ საქართველოში ერთმანეთს რა დაუშავეთ. კიდევ და კიდევ იმას ვიტყვი, საქართველოში ევროკავშირმა როგორ და ევროპამ და ლიბერალურმა იდეოლოგიამ და აზროვნებამ დღეს როგორ გაათითოკაცავა ხალხი და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ლიბერალებიც და სხვებიც თუნდაც ეროვნულად მოაზროვნე, დღეს კონსერვატორებს ეძახიან და კონსერვატორები და ასე შეჯერდოგადად ლიბერალები, კონსერვატორები და რაღაცა ესეთი დაყოფილი. მოდი რა, ვიყოთ ყველა ქართველები რა. ხო, და ეს რაღაცა სახელებს გადმოვიტანთ ნურს ამერიკიდან, ნურს რუსეთისგან, ნურს ნურაფრიდან ვიყორთ და ვიქნებით ყველა ქართველები. ხო, და როგორ ერთმანეთში დააპირისპირეს და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ორივე მხარე თუ სამივე მხარე თუ ყველა მხარე გება იმ მოცემულ ფუნდამენტურ აზრზე, რომ საქართველოში დიდი პრობლემა არის არაბული ქალაქების აშენებისა და დემოგრაფია და მიგრაციის პოლიტიკა, რომელიც სხვათა შორის ევროკავშირის დიდი დამსახურება არის და მათთან პარტნიორობის დიდი დამსახურება არის. არავინ ამაზე ხმას იღებენ, მაგრამ ქართველები ერთმანეთში ვერ საუბრობენ, ერთმანეთში სასაუბრო პირი აღარ აგვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ეგრეთ წოდებულმა ლიბერალურმა კიდევ და კიდევ აზროვნებამ ისე დააშორა საქართველოში ერი და ფასეულობები ისე გადააფასა ერთმანეთის შეხედულება, რომ საერთოდ ადამიანებს ერთმანეთს ვერაფერს ვეღარ მეუბნებით. და რაც შეეხება მე თუ ვინმე ჩამთვლის, რომ ამ კუთხით მე ვინმეს კონკრეტულად რომ ვიღაცამ სირიკო რუს ვიცამ, სუფეხზე მკიდია, ვაფშე არაფერი არ მაინტერესებს და კიდევ ერთხელ ვიზახი, რომ საქართველოსთვის მოყვარე ქვეყანა, რომელიც პარტნიორი იქნება თუ რაღაცა იქნება, არ არსებობს. ყველა შენი მტერია, სომხეთიც, აზერბაიჯანიც, რუსეთიც, ამერიკაც, ჩინეთიც, ისრაელიც და ყველა არის შენი მტერი, მაგრამ ინტერესები, როდესაც გაქვს, მაშინ თბილი და მეგობრული და რაღაცა ესეთი ურთიერთობა, მაგრამ როდესაც უკვე ინტერესები რჩება, ის მხოლოდ შენი მტერი რჩება მერე საბოლოო ჯამში.
აქედან გამომდინარე, ჩემო მეგობარო, მაგ ხალხის დევნას ჯობია, მოდი სხვა ხალხის ისრაელმაც არანაკლები გააკეთა, როგორც საქართველოსთვის, ისევე სხვა ქვეყნისთვის, როგორც იძახი ვიდეოში, რომ ფაშისტს რო უწოდოთ და ფაშისტური დროშა არის და ფაშისტურ დროშასთან ასოცირდებაო, ანალოგიურად ისრაელმაც არანაკლები გაუკეთა ღაზას და მოდი მაგაზეც ვითონიოთ გარკვეული ის. აი ეს სამხრივი პოლიტიკა ქართველებს ყოველთვის დახვეპავს. თუ გვიყვარს ქვეყანა, გვიყვარდეს ქვეყანა და მოთხოვოთ ყველას პასუხი, რაც საქართველოს გაუკეთეს. აბა კარგად.